მოგესალმებით მეგობრებო, დიდება უფალს. შეგვეწიოს უფალი მამა ზესული წმინდა. ქრისტე ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი შემწე. ჩვენთვის მადლის მომცემი, ჩვენი გამაერთიანებელი. ყველაფერი მოგმადლე, უფალო და გვაპატიე. გვაპატიე. მიგატოვეთ. მიგატოვეთ. ცნებების დავივიწყოთ. მეტი შრებიც გავხდით. მეტი შრებიც გავხდით. საკუთარ თავს დამნაშავედ არ ვთვლით. თავს დამნაშავედ არ ვთვლით. ვითომ ჩვენს ირგვლივ არის ყველა დანაშაული და ჩვენ ვართ სულთანები და წმინდანები. არადა ყოველი ადამიანიდან არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი შვილების სინდისი, ნამუსი. ესოდინებათ ენა, მამული, სარწმუნოება, თუ არ ესოდინებათ. ასეთ უბედურ დროში მოგვიწია ყოფნა. ჩვენმა მამებმა მიატოვენ უფალი და მიგვყიდეს ეშმაკს, დედაბუდიანად მიგვყიდეს, დედაბუდიანად მიგვყიდეს ხალხო ეშმაკს, დედაბუდიანად. ფული გახადენ ბატონად სინდისის და ნამუსის მაგიერ და კი ბატონო, ეს ფულის გულიზა ყველაფერს აკეთებს ჩვენი მესეურები. დათვლით აგერა ქუთაისია ეს ჩვენი ჭამს სოდვა. და კაც ვერ ნახავ, გვერდში დგომს, რო ერთობა იყოს. ყველა ანგარებას ელის. რესტორნები გადატენილია მოკეიფრეებით, ქართველებით. არადა რა გაკეიფებს ოჯახ აშენებული. რა გაკეიფებს გადატენილია ჩვენი ქვეყანა უცხოტომელები. ეს ქრისტიანობა არ არის. ახალი აღთქმა ამას არ გვასწავლის, ხო? არ გვასწავლის ამას ახალი აღთქმა ხალხო. საკითხული რომ აქვს და რო ვიცი, იმიტომ ვიძახ. საკითხული რომ ამ მქონდეს არ ვიტყოდი. ახალი აღთქმა ამას არ გვასწავლის. უცხოტომელებმა წალეკენ ჩვენი ქვეყანა. ქალები, ბავშვები სიგარეტს ეწევიან. გოგუები. ვინჩივა ბიჭებს, მიღაჩივა ბიჭებს, გოგუები. გამოშვერილი ჭიპებით დადიან. რაც ღმერთი გმობს, გრძალავს, ასწავლა ჩვენ მამებს ეს ყველაფერი. მადლობა უფალო ყველაფერთვის. მადლობა ღმერთო, ჩვენი სახელით, ჩვენი კაცობით, ჩვენი სინდისით, ჩვენი ნამუსით, რომ ალამაზებ ქვეყანას. შენ გარემოს, შენ საქართველოს, ღმერთო, მადლობა. მადლობას გიხდი მზეო, სითბოსთვის. სიცოცხლისთვის, მადლისთვის, ნათებისთვის. მადლობა მზეო. მადლობა მთვარეო. იდუმალ შიშს შენსას მადლობა. მადლობა ქარო. გაიყოლე დარდი ჩვენი. როგორც მოგესურვება ისე მოქმედებ, არჩევ კარგს ავს ნაწილაკებად. მადლობა ქარო. მადლობა ცეცხლო ფერისთვის. ისი გარჩევა ნაკლოვანების და
ადამიანებს აერთიანებს. წყალო მადლობა ნამისთვის, ცვარისთვის, ხელპირის ძნობისთვის, წყობისთვის, მოწესრიგებისთვის. მადლობა დედა, მიწავ, რომ გამყარდი ცაში განთავსდი ჩვენი გზები ხარ, ჩვენი საზრდო ხარ. მიწავ მადლობა, წყალო მადლობა, ცეცხლო მადლობა, ქარო მადლობა, თვარეო მადლობა, ბზეო მადლობა, ნინო მადლობა, ღმერთო მადლობა. მადლობა უხართ ყველაფერთვის. ლოცვა თუ გვიშველისა გაგვაერთიანებს. ვაპატია ღმერთო ყველა ჩვენი უღმერთობა. ჩვენ მიგატოვეთ. და გვაპატია ღმერთო, გაგვაერთიანო, იქნება და გვახსნებო ქვეყანა ამ უზნეობიდან, თვალები რომელსაც არ უნდა რომ ხედავდეს და მაინც რომ ხედავს. და ღმერთმა არ დაგვადუმოს. და თქვენ გამყიდველები ხართ. ქრისტეს ყიდით, უმილით. ქრისტეს ყიდით და თავს იმართლებთ მერე. ჩემი შვილი ასე არ აკეთებს. ვიტყვი პირველ ფსალმუნს. პირველი ფსალმუნი შეხედეთ რას ამბობს. ნეტარ არის კაცი. ესე იგი მადლიანი ნეტარია კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა, უღრმთოთასა. და უღრმთო ზრახვები რა არის, რაც ცნებებს არ ყვებს, ხო? და გზასა ცოდვილთასა არა დადგა. და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა. ნეტარ არის ის კაცი, არამედ ჟულსა ღმრთისასა არს ნებაი მისი. და ჟულსა მისა ზრახავ ნიგი დღე და ღამე. და იყოს იგი ვითარსა ხე, დანერგული თანაწარსა დინელსა წყალთასა, რომელმან გამოსეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელნი მისნი არა დასვეს. არ გინდათ ნაყოფიერი მოსავალი ხე მტევანივით ყოფნა სავსე ყურძნებით ეკალბარდებათ გინდათ რო ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა არ გამოვას ღმერთი არ იზამს მაგას და ყველას მოგვეთხოვება ვინ რა გავაკეთეთ მაგ დროს მივართ მერე ქრისტესთან და ღმერთო აგერავარ ჩვენო და იტყვის უფალი არ გისურვთ მე თქვენო და ღირსი ვიქნები ჩვენ მაგ სიტყვებით რო იგითხვას ღმერთმა არ გისურვთ მე თქვენ ვინ ხარ საიდან ხარ წადით სამუდამო ცეცხლში არა ესრე უღრმთონი არა ესრე არამედ ვითარცა მტვერი რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქვეყანისა ამისთვის არა აღდგნენ უღრმთონი წარმოგიდგენიათ ნუელოდებით სამოთხეს უღმერთოებო ეს პირველი ლოცვები აქ ფსალმუნები ჩვენი მეფე დავითის ამისთვის არა აღდგენ უღრმთონის სასჯელსა არცა ცოდვილის რახვასა მართალთასა წარმოგიდგენიათ არც ერთ სარგველის პატიება ვინც დუმილით ვიცით და ვარღვევთ არც ერთ სარგველის პატიება ამისთვის არა აღდგენ უღრმთონის სასჯელსა არცა ცოდვილის რახვასა მართალთასა რამე თუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი უფალმა იცის მართალთა გზა და გზაი უღრმთოთაი წარწყმდეს წარმოგიდგენიათ რა გველი წარწყმენდილები რო ვართ ჯოჯოხეთი გველის მუდმივი ჯოჯოხეთი გველის მუდმივი დუმილით ჩვენ შვილებს წირავთ ჯოჯოხეთისთვის ღმერთი არ იციან ჭიპებზე ბეჭდები უკეთიათ ნაკოლკები უკეთიათ და ჩვენ ბავშვობაში წერტილის გულიზა მოგკითხავდნენ იმიტომ რომ ხატება ვარ ტაძარი ვარ ჩვენ უფლისა როგორ შეიძლება ტაძარს მოხატავ ვინ მოგცემს მაგის უფლებას მაგარ ჩვენი ბავშვები საწყლები გველები ვის მოხატულები არიან რა გვაქეიფებს და რა
რომელიც რაის საგრძელოებს წერთ, კაცები. რაის საგრძელოებს წერთ, ვიდეო გაიხედეთ, გვერდით, რომელი ომი მოვიგეთ. რომელი ომი მოვიგეთ, საგრძელოებს რო წერთ, ქართულობაზე რომ ვლაპარაკობთ, მითხარით, რომელი ომი მოვიგეთ. ომი კი არა 34 წელია. რას მივატოვეთ, მერტის საბჭოეთი რას დავანგრიეთ. 91 წლიდან არის, ხო, კიდე გვაქვს 40 წელი ვართ ღირსები, რომ ვათრიონ ასე უღმერთობაში. 40 წლის ღირსები ვართ. 36 წელია, მე მგონი ჯერ გასული, ასე მიახლოებით. კიდე გვაქვს რამოდენიმე წელი დარჩენილი. ამისანა ნაგავში ყოფნის და მე ყველას მოგთხოვს უფალი. ყველას მოგთხოვს უფალი, კაცებო, რა გაქეიფებ, რა ისადეგზელოებს, ბიჭო. რა ისადეგზელოებს, რომელი ომი მოიგეთ, თქვი ოჯახა შენებულებო, თქვით ერთი და მითხარით, რომელი ომი მოიგეთ. მადლობა უფალო. რომელი ომი მოვიგეთ, მითხარით ერთი რა ისადეგზელოებს ამბობ ჩვენი შვილები პრეზერვატივები ავტობუსში უვარდება. მადლობა ღმერთო ყველაფრის. ვიტყვი მესამე ფსალმოს. უფალო, ნუ გამრავლე მაჭირუებლებს ჩვენზე და მრავალს ნუ აღადგენ ჩვენზე და მრავალმა არ თქვან სულსა ჩვენსა არ ცხოვრება მათი ღვთისა მიერ მისისა. გინდათ ასე რომ უცხოტომელები ჩვენ წმინდა მიწაზე ჩვენზე მეტი რო იყვნენ. გადაიკითხეთ ერთი ფსალმუნები, ნახეთ რა სიწმინდეებს ამაში სიტყვა იყო ჯერ და მერე ყველაფერი დანარჩენ. ხოლო შენ ღმერთო წე ჩვენ და ხარ დიდება ჩვენ და დასამაღლებელ თავისა ჩვენისა ხმითა ჩვენითა უფლისა მიმართ ღაღათ და შესმა ჩვენი მთით წმინდით მისით. დავწევ, დავიძინე, განვიღძე, რამე თუ უფალი წე არს. არა შეგვეშინოს ჩვენ ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარე მოგვიცვეს. აღდე უფალო, გვაცხოვნე ღმერთო ჩვენო, რამე თუ შენ დასცენ ყოველნი, რომელი გვემტერნეს ჩვენ ამაოდ. კბილი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ უფალო დროზე ღმერთო. მაპატია რო გაჩქარე. მაპატია ღმერთო, კბილი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. უფლისა იარს ხოვრებაი და ერთსა შენსა ზედა არც კურთხევაი შენი. პატარა ბავშვები სიგარეს გვაფუილებენ სახეში. პატარა გოგოები ელექტრონულ სიგარეტებს ეწევიან. რა ისადეგზელოებს ამბობ, ბიჭო, რა გაქეიფე? რომელი ხართ ერთი მაგსადღირგულოს ღირს? ყველაფერს მოგთხოვს უფალი. ყველაფერს, ბიჭო. მადლობა ღმერთო. დავწევ და დავიძინე და განვიღძე, რამე თუ უფალი წე არს. არა შეგვეშინოს ჩვენ ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარე მოგვიცვეს. აღდე უფალო, გვაცხოვნე ღმერთო. რამე თუ შენ დასცენ ყოველნი, რომელი გვემტერნეს ჩვენ ამაოდ. კბილი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ ღმერთო. უფლისა იარს ცხოვრებაი და ერთსა შენსა ზედ არს კურთხევაი შენი. კურთხეულები მართლა კურთხეულები არიან და ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ ვინა ვართ? უღმერთოები, არაკაცები, არამზადები, ჩათლახები. ფულში გავყიდეთ ენა, მამული, სარწმუნოება. შვილები გავწირეთ, ფულის გულიზა, ჭამასნის გულიზა. საკუთარ სამარცხვინო ადგილებს ვეღარ ვხედავ. ისე იმხელა გველები გვატებს, ღიპებად, მუცლები. ღორებად ვიქეცით. მადლობა ღმერთო. ფსალმუნი მე-6. შვილებია სადარდებელი, თორე ჩემ თავს კი არ ვჩივარ, შვილები გადარგდებდეთ, ბიჭო. მალე საყვარლებს მოგვიყვანებენ სახლში. და მოყავთ უკვე ბიჭოს. არ გაბოლებენ სახლში, არ ნახულობთ მათ ჩანთებში სამარცხვინო რაღაცე, საქამდე იქნებით, დადუმებულები.
რა აზრი აქვს ასეთ კაცობას? რა აზრი აქვს ასეთ კაცობას? რაფერ უნდა თქვა კაცი ვარო? როგორ უნდა თქვა კაცი ვარო? ბიჭო, თქვენ ბიჭო, ირანელებს და პაკისტანელებს ნოხებს უფენ და ქრისტიანებს ლანძღავთ. ქრისტიანებს ლანძღავთ, ბიჭო, ერთი ქრისტიანი ყავს, მეზობელი გვერდში და მაგენს ლანძღავთ, ბიჭო. მაგენს ლანძღავთ, ჩვენი თავიზა ვერ მიგვიხედია, ჩვენი ნაგავიზა და სხვებს ლანძღავთ. ჩვენი თვალიდან არა მოგვიღვია დირე და სხვა თვალში ბეწვებს ვეძებთ. ჩვენ ვართ კაცები. არ გვეტყობა რა ის კაცები ვართ აგერა. შიშველი და ტიტლიკანა დადიან. კი ვეძახი, მე და არა ვარ. თქვენსავე დადუმებული, მარტო მე რას ვიშველი ამ წახდენილ ქვეყანას. მადლობა ღმერთ. სალმუნი მე-6. მარხვის როარი, კაცებო, სარკეში ყურება დიდი ცოდვა. დიდი ცოდვა. გაიგეთ, მიიღეთ ხატებისიერი, გეყოფა სარკეში ყურება, აისო, ლოგინი, ცოდვები. გაიგეთ, ხალხო, მეც არ ვიცოდი და გეუნებით, იმიტომ განამ მე არ ვიყურებოდი სარკეში. ქალი საამებლად ნუ იპარცავს, წვერს, გაიგეთ და ღმერთის საგმობელი არის ეგი. გაიგეთ ეგი რა. გაიგეთ ეგი კაცებო. თქვათ სალმუნი მე-6. უყურეთ რას გავს ჩვენი ქვეყანა. რა გაქეიფეთ, ბიჭო, ეგი არის თქვენი გაგიმარჯოს. კი ბატონო, კი. არ გისწრაფ თქვენ ღმერთი. სალმუნი მე-6. უფალო. ნუ გულის წყრომითა შენითა გვამხილე. ნუცა რისხვითა შენითა გვსწავლი. გვიწყალე. ღმერთო, რამე თუ უძლურნი ვართ. გამკურნე, უფალო, რამე თუ შეგვიწრწუნდა ძვალნი, ჩვენ ბავშვებია ცოდვას, ჩვენ ვართ კაცები, ამგენს ღმერთს აღარ ასწავლიან, უზნეობას ასწავლიან, არ გებრალებათ ბავშვები ბიჭო, რა გაქეიფეთ, რა გაღრიანცელებთ, შეხედეთ რას გავხართ, ღორებათ ვიქეცით ბიჭო. უფალო მე-6 ფსალმუნი, ნუ გულის წყრომითა შენითა გვამხე, ნუცა რისხვითა შენითა გვსწავლი, გვიწყალე ღმერთო, რამე თუ უძლურნი ვართ, გავკურნე უფალო, რამე თუ შეგვიწრწუნდა ძვალნი ჩვენი და სული ჩვენი შეწრწუნდა ფრიად და შენ ღმერთო ვიდრემდის მოიქეც უფალო, იხსენ სული ჩვენი გვაცხოვნე წყალობისა შენისა, რამე თუ არა არს ვინ სიკვდილსა შინა მოგიხსენო შენ, ანუ ჯოჯოხეთ შინა ვინ აღგიარო შენ, დავშვერი სულ თქმითა ჩვენითა, დაუბანოთ მარად ღამე ცხედარი ჩვენი, ცრემლითა ჩვენითა, სარეცელი ჩვენი დაავალდოთ. განრისხდა გულის წყრომითა თვალი ჩვენი, განკოფთით ყოველთა ზედა მტერთა ჩვენთა, განგვეშორენი ჩვენგან ყოველი მოქმედნი უჯულოებისანი, რამე თუ შესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი, უფალო ვისმინე და გვაპატიე და გაგვაერთიანე, ერთი 10 კაცი მაინც შევკრიბე, უფალო მეტი არ გვინდა, 3 კაცი მაინც უფალო, ვიღაცა გვერდში დამიყენე ღმერთო. ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩვენი შეიწყნარა, ცხვენოდენ და შეწრწურდნენ ყოველი მტერნი ჩვენი, ამინ. მართლ უკუნ იქცეთ და რცხვენოდენ ფრიად და მსუად. კაცებო, შიშის რო აღარ არის, გვეშინოდეს ცოდვის, ბიჭო, ცოდვის ჩადენი, დანარჩენი შიში ეშმაკის არის. გაიგეთ რა, გაიგეთ რა, დანარჩენი შიში ეშმაკის არის. ნუ ხარ დადუმებულები, არ გამოვა ასე არაფერი, ვერ გადავრჩებით, გაიგეთ რა. ჩვენს მერე შვილებია, შვილები მადარდებს თორე. განა მე რამე მიჭირდა და მიჭირს და არც გამიჭირდება არასოდეს. შვილებია ჩვენი ცოდვა უღმერთოთ იზრდებიან. ერთი წუთით მეგობრებო. შვილებია ჩვენი ცოდვა უღმერთოთ იზრდებიან, არ გადარდებთ.
არ გადარდე, სოდვები არიან ჩვენი ბავშვი. შვილებია, ცოდვა, შვილები, ჩვენი დედაცვატირე, ჩვენ კაცების რაღა გვაცხია, არაფერი არ გვაცხია ჩვენ კაცობის. ჩვენ ისე ვართ კაცები, როგორც ვართ, მართლა. სარკეში მაყურებლები გაგვადედლე. დედლებივით დავდივარ, კრუხებივით გავ. ოხ, ერთი ჩამახედია თქვენთან თვალებში, თქვენთან მალაპარაკა, პირისე, მაგრამ ყველა გარბი ხარ. თვალებში ჩამხედველები არც ერთი არ ახართ, ბიჭო. ეტავი ზონასავეთ იყოს შემოღობილი, ყველაფერი გაგიხსენ, ყველგან საზღვრები და ჩათლავ და მაიმუნობ და ვბოზობთ და ყველაზე დედაფეთქებული დედამიწაზე ქართველია და ყველაზე კარგი დედამიწაზე ქართველია, ჩვენ საშუალო არ ვიცით. და აი ყველაზე კარგი მიგაგნებთ იმ სორუებში, სადაც ახართ. და ვერცხლის מחვილის ჩაცხების ღირსი ვარ ჩვენ ყველა, მეც, იმიტომ რომ აქა ვარ მეც. ფსალმუნი თქვათ მერვე. უფალო ჩვენ ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა. საკვირველი ხარ, უფალო და მადლობა ყველაფრის. რამე თუ ამაღლდა დიდად შვენიერება შენი ზესკნელს სათა პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართაითა დამკიცე ქებაი ერთა შენთათა რაითამსა დაიხსნა მტერი იგი და შურის მგებელი. რამე თუ ვიხილე ცანი ქმნულნი თითა შენთანი თოვარე და ვარსკვლავები რომელ შენ დააფუძნენ რაი არს კაცი. რამე თუ მოიხსენე მისი ანუ ძე კაცისაი რამე თუ მოხედავ მას დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოსთა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ყავიგი და დაადგენ იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა ყოველივე დამორჩილე ქვეშე ფერხთა მისთა ცხოვარი და ზროხაი ყოველივე მერმეცა და პირუტყნი ველისანი ფრინველის ცისანი და თევზნის ღვისანი რაოდენი ვლენა ნალაგებს ამას ვათასა. უფალო ჩვენო ვითარ საკვირველ არ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და მრავალ ჟამია. ფსალმუნი მე-12. ვიდრემდის ღმერთო დაგვივიწყებს სრულიად ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩვენგან ვიდრე ვისთვის დავიხსნეს რახვანი სულსა ჩვენსა და სალმობანი გულსა ჩვენსა დღე და ღამე ვიდრემდის ამაღლდებოდეს მტერი ჩვენი ჩვენზე და მოიხილე შეგესიმე ჩვენი ღმერთო ჩვენო განანათლენ თვალნი ჩვენი ნუ უკვე დავიძინო სიკვდით ნუ სადა თქვას მტერმან ჩვენმან მრე ვეყავ მას მაჭირვებელი ჩვენი იხარებდნენ შეთუ ვიძრა ხოლო წყალობასა შენსა ვესავ ღმერთო იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა უგალობდე უფალსა კეთილვის ყოფილსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა ღმრთისასა მაღლისასა დიდება უფალო შენ სახელსა მადლობა სინდისი რომ მოგვეცი ნამუსი რომ გვასწავლე ერთობაშიც მოგვეხმარე ღმერთო. თქვათ ფსალმუნი მე-14. უფალო ვინ დაეშენოს კარავსა შენსა
ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა, რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქ მოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინათვისა. აი ვისი არის სამოთხე? ჭეშმარიტები, სიმართლის, კაცობის, სინდისის, ნამუსის, რომელმან არა ზაკვა ენითა თვისითა და არცა უყო მოყვასა თვისა ბოროტი და ყვედრება მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო, შეურაცხარს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს, რომელი ეფუცოს მოყვასა თვისა და არა ეცრუოს, ვერცხლი მისი არა მისა აღნადგინებად და ქთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე იგი არა იძრას მარადჟა. ხალხო, ბეტონიდან ტაძრების შენება გაგიგონია? ბეტონიდან და ბლოკებიდან ტაძრის შენება გაგიგონია? რომელი მადლი შევა მაგ ტაძარში, ბიჭო? ბეტონში და ბლოკით აშენებულ ტაძარში დროებით იშენებთ, ხო? ჩვენი მამები მასე არ აშენებენ, ქვებს თლიდნენ, ბიჭო, და საუკუნეებიდან მათი აშენებული ტაძრები და თქვენ თაობაშივე გაქრება მაგ ტაძრები, ბეტონით და ბლოკით აშენებული. ვაი რაგელი თქვენ, ჩაშავებულები ხარ და ჩაბნელებულები რო ხარ, დადუმებულები რო ხარ. კაინის მოდგმა, კაინის ლაჩრები ხარ, კაცები არა ხარ, ლაჩრები ხარ, გამყიდველები ხარ. ყველა ერთათა ვართ ამ ცოდვაში ჩაფლობილი, ჩემზე უფროსები ხარ, რამდენი და დადუმებულები ხარ. მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. ფსალმური მე-16 თქვა. მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. ეს ფსალმური ყველა კაცმა უნდა იცოდეს. ოროსნები კი არა ერთიანის ღირსი არა ვართ ჩვენ. პატარა ბავშვებს ჩვენ შვილებს ზალით ვეძალებით, ყურში დაც მოვქინჩავ. წადი ისწავლეო და ჩვენ ბიჭო ორიანის ღირსი არა ვართ, ერთი ლოცვა არ ვიცი. ვაი რა დღეში ვართ რო იცოდეთ კაცებო და ვაი რა გველის რო იცოდეთ. რა გველის რო იცოდეთ ამ დუმილისთვის. მადლობა უფალო. იქნება ყველას აუხირო და დაანახო ჯოჯოხეთის სიცოცხლეშივე რო დადგენ მუხლებზე ჩემსავით და დაიწყონ ლოცვები ღმერთო დაანახო იქნება. ამ წახთენილი ვიყავი მეც, პირველი ყაჩაღი ვიყავი თავის დროზე. და კი შეუდექი ლოცვას და ამ წახთენილებსაც იქნება ჩაარტყა რაღაცა თავში ან რაღაცა იქნება მოწიო. რო ჩემსავით შეუდგენ ლოცვას და ლოცვები დაიწყო. შვილებია მისახედი ღმერთო. რას გავარ ვერ უყურე? მაბატია უფალო. რას დაგვამსგავსა ეშმაკმა, ფულმა, დოლარმა დაგვინგრიან, საერთო იყო ყველაფერი, საერთო იყო ყველაფერი. მეგობრობას, მაკაცობა, ერთობა, სინდისი, ნამუსი. კაცობაში ვეჯიბრებოდი დღეს ჩათლახობაში და მაიმუნობაში და ვინ უფრო მეტი ნაკოლკა უკეთია და ვის უფრო მეტი ცოლი ყავს. რამე რომელიმე მოყვანილი და ცოლები დაუმარიაჟობ და ეგია ჩვენი კაცობა. ვაი რა გველით მაგის გული და მადლობა ღმერთო. თქვენ ბიჭო, თქვა ქრისტემ დუმილით მემყიდითო და ნუ უსმენთ მაგ გამყიდველებს ტაძრებში რო არიან შეფეთქილი კუბოები და როგეუნებიან გაჩუმდითო. მაგენი შეფეთქილი კუბოები არიან, ვინც გეუნებათ გაჩუმდითო, იგი თქვენზე მეტი უარესი არ ამზადა. ყოფილი ვიღაცა იქნებოდა ვირთხა. დღეს ბევრი არიან მასეთები შეფარული ტაძარში, ბევრი. ადრე თავის დროზე მასეთ არ ამზადებს არავინ არ აკურთხებდა, ხვდლად. დღეს ბარეორი არაკაცი არიან, ხვდლად ნაკურთხები. ვითომ მოინანია, მეტი არ იქნა ჩემი მტერი. მასი არ ხდება.
მასეთები ბლები არ ხდებიან, მაგრამ იმ ხელა სოდვაში ვარ ჩაფლობელი. ყველაზე მეტი წახდენილები და არამზადები არიან. დღეს შავანაფორაში შეფარებულები და ვითომ მოინანია, რაფერ უნდა მოინანიო, ხუმროში კი თუ. რაფერ? რომელი მონანიება გიშველი? ბოზობა რო გაქვს ჩადენილი. პატიებენ ასეთებს დღეს და ღლებათ აკურთხებენ და არ არის ეგ მართალი. ეს არის უღმერთობა ყველაზე დიდი. ყველაზე დიდი უღმერთობა არის და ჩათლახობა და არამზადობა არის ეგ. და ყველას მოგვეთხოვება მაგი. ყველას მოგვეთხოვება მაგი. ყველას. მოვა ალბათ ის რომ 99-100-დან კედელთან რომ მიაყენენ წინა საუკუნეში და მაგის ღირსები იყავით თქვენ. თქვენ გულიზა ბარეულს საფლავი არ აქვს ეს სუფთა სული რო ქონდა. იმიტომ რომ თქვენი მდენი ნაგავი ხონდათ გაკეთებული კაების მოყვენ ამ ცოდვაში. ესაც მაგ დღეში არა ხარ სადახარ. ქალაქში მე ვერ დამინახი ხარ, რო გამოსულიყავით და ვიღაცას რამე მიუთით. რო სადახარ. მოგწონთ ასე რო არის ჩვენი წახდენილი ქვეყანა, რომელი ხართ ერთი ქრისტიანი. ქრისტიანი კი არა, კუბოები ხართ, შეფეთქილი. კუბოები ხართ, შეფეთქილი. ქრისტე გამხერთ, თქვენ თვითონ და ქრისტე გიტყამდა თქვენ მათრახს. ჩვენ უარეს გიზამთ კიდე. ჩვენ უარეს გიზამთ კიდე. ჩვენ ლუსნებიან მათრახს შემოგდებთ. გვერდებზე და ნეკნებზე. მადლობა ღმერთო. ფსალმუნი მე-16 ვთქვათ. ისმინე ღმერთო სიმართლისა ჩვენისა. ისმინე ღმერთო სიმართლისა ჩვენისა. მოხედე ვედრებასა ჩვენს. ყურად იღე ლოცვისა ჩვენისა. ღმერთო არა ბაგეთაგან ზაკვალთა. პირით შენით განმართლებაი გამოვედი და თვალთა ჩვენთა იხილეთ სიწრფოებაი. გამოსცადე გული ჩვენი, განიხილე ღამე. გამოგვაფყურვე და არა იპოვე ჩვენთანა სიცრუვე. რაითა არა იტყოდის პირი ჩვენი საქმესა კაცთასა. სიტყვათათვის ბაგეთა შენთაისა დავიცვენ გზანი ფიცხენი. დაამტკიცენ ფეხნი ჩვენი ალაგთა შენთა. რაითა არა შეგვიფრკუმენ სლვანი ჩვენი. ღაღად ყავ რამე თუ ისმინე. ღმერთო მოყავ ჩვენ და ყური შენი და ისმინე სიტყვათა ჩვენთან. საკვირველ ყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთან ხდომთაგან მარჯვენისა შენისათა. დაგვიცე უფალო ვითარცა გუგაი თვალისაი და საფარვესა ფთეთა შენთასა დაგვიფარე. ყველაზე ახლობლები მოგვიხვდება და მაშინ მოინდომებთ ალბათ წვერის წარებას თქვენ. სანამდე ყველაზე ახლობელი არ მოგიხვდებათ, მანამდე არ შეუდგებით მარხვაში და მასეც გაგიკეთებთ უფალი. ჯობია თქვენი ახლობლების სიცოცხლეში დაიწყეთ, მაგრამ მირჩევია. მე არა, უფალი უფლის ფსალმუნებში წერია ეს ყველაფერი. ყველაზე ახლობელს წაგიყვანთ და წაგართმევთ. ღავირს დაიწყებთ და არავინ არ გაგიცოცხლებთ. წვერში იქნებით, მაგრამ გვიან იქნება. ჯობია ეხლავე შეუდექით მარხვას და ლოცვას. პირისაგან უხთოთ აისა, რომელი გვაჭირვებდეს. მტერთა ჩვენთა სული ჩვენი მოიცვეს და წმელი თვისი შეიყენეს. პირი მათი იტყო და ამპარტავნებასა განგვაგდეს და წესერა მოგვიცვეს. თვალნი მათი ყნეს დადრეკილ ქვეყანა. შეგვრაცხეს ვითარცა ლომი გამზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა. აღდე უფალო უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩვენი უხთოთაგან მახვილითა შენითა. მტერთაგან ხელისა შენისათა უფალო ცირეთთაგან ქვეყანით
მიმოდაყვნენ იგენი ცხოვრებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან რამე თუ აღივსო მუცელი მათი განძღე შვილებითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა ხოლო ჩვენ ამინ სიმართლითა ვეჩვენოთ პირსა შენსა ღმერთო გამძღეთ გამოჩინებასა დიდებისა შენისა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და მრავალჟამია თქვათ ეხლა 22 ჩვენი ქალები საწყლები რას დავამსგავსეთ ბიჭო საწყლები კაცებად ხდებიან უკაცები რო აღარ არიან ვერ უყურებ ჩვენზე მეტად ასვიათ შარულები ბიჭო ხო გიტყამენ უკვე ქინჩოში ბარაორს ქალი კი გასო ფულის გულისა დადუმებულები ხარ ნაჩრებ ბევრი ხარ მასათები დღეს მაგია თქვენი მაგია ბიჭოგი რა ქვია ვაი რა ხელა ჯოჯო ხეთია იქ ხელა ყვირილი და ღრიალია მუდმივი იქ აღარღებულობენ მაპატიე და ტირს აღარღებულობენ მადლობა ღმერთ თქვათ ფსალმუნი თქვათ ფსალმუნი 22 უფალი არს წყემსი ჩვენი და ჩვენ არაი გვაკვდეს მადლობა ღმერთო ადგილსა მწვანვილსა დაგვამკვიდრე წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამოგზარდე მოაქციე სული ჩვენი და გვიძღოდა გზათა სიმართლისათა სახელისათა ღმერთო მადლობა ვიდოდით ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა არა შეგვეშინოს ბოროტისაგან რამე თუ შენ ჩვენთანა ხარ კვერთხმან შენმა და არგანმან შენმა ამათ ნუ გეშინის ქცეს განზადე წინაშე ჩვენსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩვენთა განაპოხე ზეთითა თავი ჩვენი და სასუმელმან შენმან დაგვათრო ვითარცა ურწყულმან წყალობაი შენი უფალო თანამავან ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა დამკვიდრებად სახლსა უფლისასა განგზობასა დღეთასა მადლობა ღმერთო თქვათ 24 ფსალმუნი საბჭოთა კავშირი რო იყო მოსამართლე ნიშნავდნენ ვისაც პატიოსანი ოჯახი ყავდა ცოლი ყავდა შვილები ყავდა წესიერი კაცი იყო ისე მოსამართლეს არავინ არ დანიშნავდა ასეთი წესები იყო თანამდებობაზე ვინმე რო დაენიშნა იმას ოჯახი უნდა ქონოდა ზურგსუკან პატიოსანი და წესიერი და დღეს ლაწირაკებს აყენებს კერძო საკუთრება ლაწირაკებს რომელსაც რასაც ეთქვის ეშმაკი იმას აკეთებენ გამოსხილება მაგენს არ აქვს არაფერი მაგერმა არ იციან დააჯერენ დირექტორებად ეგერ საპენსიო ფონდის დირექტორი ვიღაც ახალგაზრდა ლაწირაკია რა გაქეიფებ 12 თუ 15 თუ რაღაცა 10000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს ახალგაზრდა ლაწირაკია ჩვენ ფულებს ეგერ დასავლეთში ტენიან ეშმაკებს ვინ ეკითხება მაგას რამე ნუ არ შეგვეშინდეს რა სიმართლეს უნდა გაუსწორო თვალი გაიგეთ რა თორე აიკარით პამპერსი კი გაქვთ აკრული პამპერსი სახეზე დაგმეთ ხატება მოგატყულენ ამ დამპლემა ერთი ჭიქიდან ვსვამდით საბჭოთა კავშირში ვინმე გინახიათ ავად გამხდარი ერთი ჭიქიდან ისმებოდა ქუჩაში იყო წყლების იგე რა ქვია და თქვენ ბიჭო იმ დონეზე ხართ დაშინებულები ნიფხვები აიკარით სახეზე რომელიც წმინდანი გინახიათ ხატებზე ნიფხა ვაკრული მითხარით რომელი გინახიათ საცოდავებო და ჩვენი საცოდავი ქართველები რას დაგვემსგავსეთ პრუსიკები აიკარით ადამა რო შეცოდა თქვენ ბიჭო
სამარცხინო ადგილზე მიიფარა ლეღვის ფოთოლი თუ რაც იყო და თქვენ ბიჭო ხატებაზე მიიკარით ტრუსიკი. ხატებაზე მიიკარით ტრუსიკი, რა გაქვს სათმელი? მუხლებზე დგომის და ლოცვის გარდა რა გაქვს სათმელი ბიჭო? სევდის და მონანიების გარდა რა გაქვს სათმელი? ხატება დაგმეთ, უფალი დაგმეთ, ყველას მიატოვეთ. ნიმხავები აიკარით, კაცებო, წვერები დაფარეთ, ნიმხავით, რომელი ხართ ერთი თქვენ? ვინ ხართ თქვენ ბიჭო? რა მოდგმისა ხართ? ეგი არის თქვენი ადგილია სევდაში და ღვაწლში და მადლში და ცოდვის მონანიებაში. რა თქვენ იკადრებთ? ღორი არ იკადრებს ამას. ღორი არ იკადრებს ალბათ ამას, რაც ჩვენ ვიკადრებთ ქართველები. ჩვენ ვართ დედამიწის მმართველები, ქართველები. თორე ყველაზე კარგი დედამიწაზე ქართველი არის და ყველაზე არამზადაც ქართველი არის დედამიწაზე. მადლობა ღმერთ ყველაფერს. მადლობა ყველაფრისთვის. ღირსები ვართ ალბათ ამისი. ყველას დაგიწყდებათ ოჯახებში. ყველაზე საყვარლები სანამ მარხვაში ჯობია დღესვე დაიწყოთ მარხვა. ყველას დაგიწყდებათ. ყველაზე საყვარლები დაგიწყდება. ასე ამბობს ღმერთი. იმიტომ რომ მიატოვეთ უფალი სარკეში ყურებით. მიატოვეთ უფალი, ყველას დაგიწყდებათ, ყველაზე ახლობელი. მე ყველა დამიწყდა, უფლის გარდა არავინ არ ყავს, იცოდეთ. და მასე იქნებით თქვენს და მერე დაიწყებთ თქვენ მარხვას. მერე მივხვდებით რა არის სარკეში ყურება. მერე მივხვდებით რა არის სარკეში ყურება. არც მე არ ვიცოდი ეგი და იმიტომ ვამბობ ეხლა. არ შეიძლება თურმე. არ შეიძლება ხატების შეხება. არ შეიძლება. ჩვენი წინაპარი თავს იკლავდა ამის გულიზა. თავს იკლავდნენ წვერის გულიზა და ხატების გულიზა. და ჩვენ არის გადატენილი ჩვენი ქვეყანა. უნამუსოებით, უსინდის ესენი ცოდები არიან, მაგას დიდი ხანი არ აყავთ ღმერთი. მთელი დედამიწა ასე არის ხალხო. მთელი დედამიწას მოპარენ ღმერთი დიდი ხანია. ერთი იყო ბურჯი საბჭოთა კავშირი, რო იყო შერჩენილი. სინდისი და ნამუსი. და იმასაც მოუღენ ბოლო ჩვენმა მამებმა. პირველი ქართველი შევიდა რომის კლუბში. პირველი ყუდიანებთან ქართველი შევიდა მოსალაპარაკებლად. ქართველი სახელის ვიცით და გვარის ვისა ყველა მისის ეგი. ქართველი შევიდა რო დაექცია საბჭოეთის საერთოზე რო ეღალატათ. გაიხსენეთ რა უქნენ ქურდებს სააკაშვილი რომ მოვიდა. იმ დონეზე შეაძულენ ხალხს თავი, ერთი კაცი არ დაუდგა ქურდებს გვერდში. ერთი კაცი არ დაუდგა ქურდებს გვერდში, იმიტომ რომ ფული დაიწყენ საქმეების წყვეტა. მე არ ვიცი მაგი. იგივე დაემართათ წინა საუკუნეში ოღონ ქურდებს არ აქვს დლებს. იგივე ამბიონებიდან და ზარებიდან აგდებდნენ. და მაგი გაუკეთენ. ეხლა სულ სააკაშვილი რომ მოვიდა. მაგი არ გაუკეთენ, ვინ დაუდგა ერთი და რამდენი წესიერი საფლავი არ აქვს დღეს თქვენი ფულში გაყიდულების გულიზა. საერთო გაყიდეთ ფულში. საერთო მიატოვეთ ფულში. და კი ვართ აგერ მიტოვებულები, სადა ყავს ღმერთი მითხარით. სად არის ღმერთი გაიხედა რას გავს ჩვენი ხალხი. სად არის ეს ჩვენი არც არიან. უმეტესობა უცხოტომელები დადიან. სად არიან ჩვენი ქართველები, სადღა არის? მეტის ღირსები ვართ. მეტის ღირსები ვართ. თქვა ფსალმუნი 24. შენ და მე ღმერთო აღვიღე სული ჩემი. ღმერთო ჩემო შენ გესავ ნუ ცხენებინ მარადჟამ ნუცა მეცინიან ტერნი და რამე თუ ყოველნი რომელთა დაგითმონ შენ არ ცხენეს ცხენოდენ მათ რომელნი უჯულუებენ ცუდად ბზანი შენი უფალო გვაუწყენ დაალაგნი შენი გამარჯობა გვასწავე ვიძე ჭეშმარიტებით და შენითა და გვასწავე რამე თუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩვენი და შენ დაგითმეთ მარადღე
მოიხსენე მოწყალებათა შენთაი უფალო და წყალობანი შენი რამე თუ საუკუნისგან არიან ცოდვათა სიჭაბუკისა და უმესრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენე წყალობითა შენითა მოგვიხსენე სიტყვებისა შენისათა ღმერთო რამე თუ წბილ და წრფელ არს უფალი ამისთვის სჯული რყნეს ცოდვილნი გზასა უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა ასწავლეს მშვიდთა გზანი მისნი ყოველნი გზანი უფლისანი წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის რომელნი გამოეძიებენ აღთქმათა მისთა და წამებათა მისთა სახელისა შენისათვის ღმერთო და გვილხინე ცოდვისა ჩვენისაგან რამე თუ მრავალ არს ვინ არს კაცი რომელსა ეშინის უფლისა სჯული ერყოს იგი გზასამას რომელიცას თნდა სულმარ მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანაი ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და სჯული ქვისი აუწყეს მათ თვალნი ჩვენი მარადის უფლისა მიმართ რამე თუ მან განარინეს მახესა ფერხნი ჩვენი მოიხილე ჩვენზე და შეგვიწყალე რამე თუ მხოლოდ შობილ და გლახა გვარი ჭირნი გულისა ჩვენისანი განვრავდე ურვათა ჩვენთაგან გამოგვიყვანე იხილე სიმდაბლე ჩვენი და შრომაი ჩვენი და მოგვიტევენ ყოველი ცოდვანი ჩვენი ცხელი ხაჭაპურები ზამე კარგად ვარ შენ გეხოდი ეს წყალობი თუ არ ზანგაი ზამე ჯამთელა რა გზა კი რა შეგენაცვა მიყვარხარ მე სიყვარხარ ზამე კარგად ვარ იხილენ მტერნი ჩვენი რამე თუ განმრავლდეს და სიძულვილით ამაოდ მოგვიძულეს იცევ სული ჩვენი და გვიხსენ და ნუ სხვენებინ რამე თუ გესავთ შენ უმანკონი და წრფელნი შემოგვეყნეს რამე თუ დაგითმეთ შენ ღმერთო იხსენ ღმერთო აია ყოველთაგან ჭირთა მისთა საქართველო უფალო იხსენ ყოველთაგან ჭირთა მისთა აია ფსალმუნი 25 გვისაჯე უფალო რამე თუ უმანკოებითა ჩვენითა ვიდოდე და უფალსა ვესებთ რაითა არა მოუძლურდეთ გამოგცადე უფალო და განგვცადე გამოაბყურვენ თირკმელი ჩვენი და გული ჩვენი რამე თუ წყალობაი შენი წინაშე თვალთა ჩვენთა არს და სათნო ყავ ჭეშმარიტებასა შენსა არა დავჯეთ კრებულსა თანა ამაოებისასა და უსჯულოთა თანა არა შევიდეს მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უხთოთა თანა არა დავჯდე დავიბანე უბრალოებით ხელნი ჩვენი და გარე მოვადგე საკურთხეველსა შენსა ღმერთო სმენად ჩვენ და ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობათ ყოველი საკვირველებაი შენი უფალო შევიყვარე შვენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი ნუ წარსკმენ უხთოთა თანა სულსა ჩვენსა
და კაცთა მოსისხლეთა თანაცხოვრებასა შენსა, რომელთა ხელნი უსჯულოებით არიან მარჯვენე მათი აღისო ქთამითა, ხოლო უმანკოებითა ჩვენითა ვიდოდეთ, გვიხსენ ღმერთო და გვიწყალე, ფეხნი ჩვენი დადგა სიწყფუები, ეკლესიესა შინა, გვაკურთხე ჩვენ ღმერთო, გვაკურთხე. სალმონი ვთქვათ, დრო ჯერჯერობით გვაქვს. გამოდის რა კაცებო. დაუდგეთ დრო მე ამომეწურა სამწუხაროდ ღვთისმშობლის ლოცვას სამწუხაროდ ამომეწურა დრო. სალმონები მაქვს კიდე სლავურ ენაზე საკითხავი. ხახო. ყველაფერი კარგია, ქალები ანგელოზები ყავ, კაცები დამჯერები ყავ, რუსებს ნულანს ყავ, დებილები უნდა იყვნენ, დებილები. ჩვენ ვართ უვარგისები, თორე მაგენ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. ჩვენმა გამყიდველობამ გაგვიფუჭა ყველაფერი. ყველგან ირგვი მტრები ხავს, ერთი მაგენი არიან, ვინც ესმის ქრისტიანები არიან, იმიტომ და თქვენ ასე რამდაგვადებილა. ტრებათ რომ ვაქციეთ, ბიჭო. სოლი მყავს, რუსი და იქ ნახევარი წელი ცხოვრება იქ გავატარე. 1 მილიონზე მეტი იქ მები და დები ხავს და რამდენი ქართველი არის კიდე. ისე რა უბედურება, ვის ლანძღავთ, ბიჭო, ქრისტიანებს ლანძღავთ და დანარჩენზე ხარ დადუმებულები. მადლობა ღმერთო. ღვთისმშობელის ლოცვა ვთქვათ. და უნდა დაგემშვიდობოთ, დრო მეწურება. ზესთა ბრძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლებელისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილი, განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწერავ. ღვთისმშობელო ქალწულო, შენ და მომართ მონანი შენი, არამედ ვითარცა გაგვძლიერება უბრძოლველი, ყოველთა გავნებათა განგვათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეს შენ კურთხეულო, იხაროდეს ზალო უზლო, ყოვლა დიდებულო მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართ ლოცვა ჩვენი ძესა, შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნო სული ჩვენი. ღვთისმშობელო ქალწულო, იხაროდენ მიმადლებულო მარია, მუფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს, ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ხეხე რა ასწავს ეს საწყალი. საყურე უგეთია ნეტავი, ჯოჯოხეთის პაციენტი. ბევრი ასეთ. მადლობა ღმერთო, ცოდები არის რამეს ყველას დამდეგებელი არ აყავს. ყოვლა დიდებულო დედაო ღვთისაო და წმინდათა ანგელოსა უწმინდესო, დაუდუმებლად გადიდებთ გულითა და პირითა და ღვთისმშობლად აღიარებთ შენ რამე თუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა და მეო ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის. ამინ. 10 მცნება ვთქვათ და დაგემშვიდობოთ. პირველი, მე ვარ ღმერთი შენი. და რა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე. არა ქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არის სათა შინაზე და რაოდენი არის ქვეყანასაზე და ქვე და რაოდენი არის წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა, არა თაყვანისცემად, არცა მსახურებდე მათ. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა, ამაოსა ზედა. მოიხსენე დღე იგი შაბათთა და წმინდა ყავ, იგი ეხუს დღე იქმოდე და ქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე არს უფლისა ღმრთისა. მეხუთე, პატივიეს მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყო შენ და დღე გძელ იყო ქვეყანასა ზედა. არა კაცკლა, არა იმრუშო,
მერვე არა იპარო მესხრე არა ცილის წამო მოყვასა შენსა ზედა წამებითა სრულითა მეათე არა გული გითქმიდეს სოლისათვის მოყვასისა შენისა არა გული გითქმიდეს სახლისა მოყვასისა შენისა არცა ყანისა მისისა არცა მონისა მისისა არცა მხევლისა მისისა არცა ხარისა მისისა არცა კარაულისა მისისა არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა არცა ყოველი რა იყოს მოყვასისა არა გული გითქმიდეს ღმერთმა გაგვაერთიანოს კარგი იქნება თუ დაგვადგება საშველი რაც უფრო მალე დაგვადგება მით უფრო გავმართდებით უფალთან დროებით